საფრანგეთის პრეზიდენტის მისალმება ირაკლი კობახიძეს ორმხრივი შეხვედრები ევროპისა და რეგიონის ლიდერებთან. საქართველოს პრემიერი ევროპელ ლიდერთა სამიტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი მიწვევით მონაწილეობდა. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა დისკუსიაზე, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთის პრემიერები. მონაწილეობდნენ ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, უკრაინის მთავრობათა მეთაურები, ასევე ევროპული საბჭოს, ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ეუთოს გენერალური მდივანი. სოფო ბერიძე ალბანეთიდან გვერდება. საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ბოლო პერიოდია საერთაშორისო ტრიბუნებს და სამიტებს იყენებენ იმის ღიად სათქმელად, რომ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში დასავლეთს აქვს უსამართლო დამოკიდებულება. ასე მოიქცა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დისკუსიაზე, რომელიც მაღალ დონეზე შედგა, რადგან ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ისეთი ევროპელი ლიდერები, როგორიც გახლავთ მაგალითად თავად ევროკავშირის წარმომადგენელი ანტონიო კოშტა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს სიტყვას ამ დარბაზში ისმენდა უკრაინის პრეზიდენტი. სწორედ ამ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე, ხაზი გაუსვა ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას. საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ საქართველო მრავალი კრიტერიუმით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენჭათ და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტებისთვის არის დამაზიანებელი. ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით, როგორ გამოხატავდნენ ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ინიციატივას. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა საფრანგეთის პრეზიდენტი და არანაკლებად ევროპარლამენტის თავმჯდომარე. ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრს კითხეთ, რაზე იყო საუბარი კომუნიკაციის დროს. ირაკლი კობახიძის კომენტარს სწორედ ახლა მოისმენთ. სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსწრების გაცვლის საშუალება, ერთმანეთთან საუბრის საშუალება, ჩვენ მოვისმენთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე მე მქონდა 30-მდე ლიდერთან გასაუბრების საშუალება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ყველა ამ თემას შევეხეთ. ასევე გვალიმაგიდის ფორმატში გქონდა გამოსვლის საშუალება, სიტყვით გამოვიდი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენ შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთანაც, ისე როგორც სხვა ლიდერებთან, ჰქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას რეგიონში ჩვენს როლს და შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რაღაცა უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა ბუნებრივია საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას. ეს შეეხება როგორც პრეზიდენტ მაკრონს, ასევე რობერტა მეცოლას და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლეთ ბალკანეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ევროპის მომავალზე საუბრისთვის შეიკრიბა. ეს ქვეყანა, რომ ევროპელ ლიდერებს განსაკუთრებით ელოდა, ამას ბევრი რამ ადასტურებს, მათ შორის ადასტურებს წითელ ხალიჩაზე მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოხატული ემოციები და გახსნის ღონისძიებაზე სურპრიზი, რომელიც მასპინძელმა ქვეყანამ მნიშვნელოვან ევროპელ სტუმრებს მოუწყო. ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-6 სამიტის ყველა მნიშვნელოვან დეტალს და ყველა საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გახლავთ. საუკეთესოები ხართ, თქვენ ხართ საუკეთესოები. ისტორიაში პირველად დასავლეთ ბალკანეთი ევროპელ ლიდერებს მასპინძლობს. ტირანაშია ყველა, ვინც ევროპის მომავალზე ფიქრობს და ვისაც საერთო ხედვაზე ჩამოყალიბება სურს. საქართველოს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე პერსონალურად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ მიიწვია. გამოვიყენებთ ამ ფორმატს იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ, ბუნებრივია საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის თავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს. მე მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არაერთ ლიდერს გავესაუბროთ. ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას, ყველა თემაზე გვექნება საუბარი.
საუბარი და კომუნიკაცია შედგა ბევრთან, მათ შორის ერთ-ერთი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. პლენარული სხდომის დაწყების წინ გადაღებული კადრები ადასტურებს, რომ ემანუელ მაკრონი თავად იყო ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაციის ინიციატორი. ფრანგი პოლიტიკოსი ერთადერთი არ ყოფილა. საქართველოს პრემიერი ესაუბრა რობერტა მეცოლას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, დონალდ ტუსკს, ალან ბერსეს. ევროსაბჭოს გენმდივანმა ირაკლი კობახიძესთან საუბრის სურვილი ჯერ კიდევ სამიტის გახსნის წინ ჟურნალისტებთან დააფიქსირა. როგორც იცით, ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის სამხრეთ კავკასია მართლაც მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ასევე შემიძლია აღვნიშნო თუ რას ვაკეთებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასახალისებლად და მხარდასაჭირად. და რაც შეეხება საქართველოს, დეკემბერში მე ვიყავი საქართველოში, არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოში ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს გარკვეული კანონების ევოლუცია, რაც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ჩვენში. ეს ნიშნავს, რომ ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გქონდეს დიალოგი და ვეცადოთ ერთად ვიყოთ გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. ბოლო შეხვედრა ასევე ანტალიაში იყო. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებდით სტრუქტურირებულ დიალოგს ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად და აქაც ახლა შეიძლება გქონდეს შესაძლებლობა პირისპირ განვიხილოთ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის პირობებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას შეეხებოდა. ტირანაში ყველა თანხმდება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. უსაფრთხოება მოდის არა მხოლოდ საფრთხეების შემცირებით, არამედ უფლებების გაფართოებით, თანასწორი შესაძლებლობებით. მშვიდობის მოწინააღმდეგეებმა არ უნდა მოგწამლონ ნიარაღის განდიდებით. ჩვენ გადავიტანეთ ომები, ტერიტორიული კონფლიქტები, ეს მოხდა ჩვენს ცხოვრებაში და არა შავ-თეთრ დოკუმენტებზე და ჩვენ ვისწავლეთ, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. სწორედ ამიტომ იმედი ამ ახალ ევროპაში არის მთავარი. ყველაზე ოპტიმისტი ევროპელები შევიკრიბეთ ამ დარბაზში. გვჯერა, რომ ევროპის იდეა არის ღრმა. ჩვენ გადავიტანეთ ეკონომიკური კოლაფსი, მიგრაცია და ვისწავლეთ, რომ თანამშრომლობას არ ყავს ლუზერები. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ევროპა არის ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი. ისტორიის ბნელი მხარეები ნათელ მომავლად გარდაუქმნათ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩვენ დავამყარეთ ახალი გლობალური წესრიგი, რომელიც ემყარებოდა გაეროს ჩარჩოსა და საერთაშორისო სამართალს ვაჭრობისა და თანამშრომლობის ზრდას. ეს საერთაშორისო წესრიგი შესაძლოა არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ ის მშვიდობას გვაძლევდა. ახლა წესებზე დაფუძნებულ ამ წესრიგს ბევრი რამ უთხრის ძირს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ უკან დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე. ჩვენს კონტინენტს სჭირდება ერთიანი ძალისხმევა. ევროპამ წარმატებას უნდა მიაღწიოს, რათა მოიტანოს ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული. ევროპის უსაფრთხოება იყო მთავარი თემა იმ დისკუსიისა, რომელზეც საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოვიდა. ეს მაღალი რანგის მრგვალი მაგიდა იყო, რომელსაც ბრიტანეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები თანათავმჯდომარეობდნენ. დისკუსიის მონაწილეები იყვნენ ანტონიო კოშტა, რობერტა მეცოლა, ნიკოლ ფაშინიანი, დონალდ ტუსკი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რობერტ ფიცო და სხვები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა ჩვენს ხედვებზე, თუ როგორ ხედავთ ევროპის წინაშემდგარ გამოწვევებს, ევროპის მომავალს, ხაზი გაუსვით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ასევე საქართველოს ინტერესებს და რა თქმა უნდა ამ ფორმატში მონაწილეობა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ყველა იმ საკითხზე, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, იყოს მსჯელობა საქართველოს მონაწილეობით. ევროპის უსაფრთხოების საკითხთან ერთად საქართველოს პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა საქმე რეგიონის უსაფრთხოებას ეხება. ოფიციალური თბილისის სამშვიდობო ინიციატივა და ქვეყნის ძალისხმევა განსაკუთრებით დასაფასებელია აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ თბილისში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების შეხვედრა სამთავრობო ფორმატის ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო ფორმატია და იმედი მაქვს, რომ ეს უფრო მასშტაბურ და კონკრეტულ ფორმატში გადაიზრდება. მე ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას ამ ფორმატის წარმატების მისაღწევად. თქვენ იცით, რომ უკვე მრავალი წელია ჩვენი ქვეყანა ძალიან დადებით როლს ასრულებს ჩვენს რეგიონში, მშვიდობის უზრუნველყოფაში და მომავალში ვცადვართ, რომ განვაგრძოთ ამ წვრილი შეტანა. დასავლეთ ბალკანეთში პირველად შეკრებილ ევროპელ ლიდერებს მასპინძლისგან დღეს სიურპრიზით ელოდათ. ხელოვნური ინტელექტის თვალით დანახული ლიდერების ბავშვობამ მნიშვნელოვან თემაზე შეკრებილ პოლიტიკოსებს ევროპული გამოწვევები რამდენიმე წუთით დაავიწყა და სამიტზე განსაკუთრებული ხალისი შეიტანა.
სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს, ასევე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს. ბუნებრივია, ორივე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და იმ საკითხებზე, იმ საერთო საკითხებზე, რომელიც სამივე ამ ქვეყანას აწუხებს. სერბეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძესთან ერთად ევროპისა და ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ვისაუბრეთ, მათ შორის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის საკითხებზე. მე მას მადლობა გადავუხადე თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატავს. სერბეთსა და საქართველოს აქვთ მსგავსი გამოცდილება და ერთნაირი ხედვა თანამედროვე პოლიტიკური გამოწვევების მიმართ, რაც კიდევ უფრო გვაკავშირებს და ქმნის სივრცეს უფრო ინტენსიური თანამშრომლობისთვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ დონეზე. ქვეყნებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო საუბარი მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და თანხმდებიან იმაზე, რომ ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს მთავრობათა შორისი შეხვედრა, რომელიც უახლოეს პერიოდში ბუდაპეშტში გაიმართება. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მე-6 სამიტი ტირანაში უკვე დასრულებულია. შემდეგი სამიტის მასპინძელი დანია იქნება. ევროპელი ლიდერები ამ ფორმატში 6 თვის შემდეგ შეიკრიბებიან. თავად ამ ფორმატის ინიციატორი კი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახლავთ. მადლობა სოფო, ალბანეთიდან სოფო ბერიძე საუბრობდა.